მინერალურმა წყალმა ბაკურიანმა მოყვარული ჩოგბურთელების ტურნირი წელს უკვე მეორედ ჩაატარა. შეჯიბრის ბოლოს ტრადიციულად გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებსაც ფულად ჯილდოსთან ერთად ბაკურიანის თასის პარტნიორი კომპანიებისგან სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ. თუ როგორ ჩაიარა 4 დღიანმა ტურნირმა, ამას ელენე მირიანაშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ უფრო ვრცლად. ნახოთ. მოყვარული ჩოგბურთელების ტურნირი მინერალურმა წყალმა ბაკურიანმა წელს უკვე მეორედ გამართა. შეჯიბრის ბოლოს ტრადიციულად ბაკურიანის თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. თითოეულ მათგანს ფულად ჯილდოსთან ერთად ბაკურიანის თასის პარტნიორი კომპანიებისგან სხვადასხვა საჩუქარიც გადაეცა. საოცარი თამაში იყო, ძალიან დაძაბული. აქამდე 3 თამაში წაგებული მქონდათ, ეხლა მოვიგე და უბედნიერესი ვარ, ვერ აგიხსნათ ამ ემოციებსა და უნდა გამოვცადოთ თქვენს და მოიგო, დაიწყეთ თამაში და ითამაში და ნახავთ ამ ემოციებს. თან დიდი მადლობა ბაკურიანს, შესანიშნავი გარემო იყო, 4 დღე იყო გავატარე ზღაპარში. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გავხდი წლევანდელი ბაკურიანი თასის გამარჯვებული. საკმაოდ რთული ფინალი იყო, რაც შეეხება ბაკურიანის თასს, ძალიან ხელს უწყობს ჩოგბურთის განვითარებას. იმედია გაგვანებივრებს ბევრი ტურნირები შემდეგში. ბაკურიანის თასი 2026-ში 130-მდე მოყვარული ჩოგბურთელი ჩაერთო, რაც შარშანდელი მონაწილეების რაოდენობას ბევრად აღემატება. ეს კი წლიდან წლამდე ტურნირის გაზრდილ მასშტაბებს უსვამს ხაზს. ორგანიზატორების მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. საზოგადოებაში აამაღლოს სპორტით დაინტერესების სურვილი და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასაც შეუწყოს ხელი. ბაკურიანის თასი უკვე მეორედ ჩატარდა. საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრები იყო ამ დღეების განმავლობაში და ასევე საინტერესო ფინალიც გვქონდა. ამ ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჩოგბურთის პოპულარიზაცია, სწორედ ამიტომ ვეცდებით, რომ ბაკურიანის თასი ყოველ წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. ტურნირი საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრი ქალთა და მამაკაცთა შორის როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა კატეგორიაში გაიმართა. სპორტულ ღონისძიებას შარშანდელის მსგავსად წელსაც მზიური საჩოგბურთო კორტებმა უმასპინძლა. წლევანდელი ტურნირი უფრო მასშტაბური იყო, იმიტომ რომ წყვილთა თანრიგი დაგვემატა. საქართველოს ყველა წამყვანმა მოყვარულმა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა როგორც მამაკაც ჩოგბურთელებში, ასევე ქალ ჩოგბურთელებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აღნიშვნის ღირსია, რომ საჩოგბურთო ტურნირი წლიდან წლამდე იზრდება და ეს შეიძლება ზუსტად იყოს იმის დამსახურება, რომ ტურნირებმა იმატა საპრიზო ფონდებმა და ინტერესიც გაიზარდა. შარშანდელის მსგავსად წლევანდელი ტურნირის ინიციატორიც ბაკურიანი იყო. ძალიან კაი საქმე კეთდება ჩოგბურთელებისთვის პირველ რიგში და საერთოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის და იმას ვიტოვებთ, რომ მომავალში განვითარდება და უფრო გაღრმავდება ეს ჩვენი ურთიერთობა. ბაკურიანის თასმა ჩოგბურთის მოყვარულები კიდევ ერთხელ გააერთიანა. ორგანიზატორები ჩოგბურთის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მხარს მომავალშიც დაუჭერენ. მომდევნო წლებში კი ტურნირი კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესო გახდება.